ვაიმე ხო ვერ დავდგი. მოგესალმებით ხალხო საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. როგორ ხარ? ეს ხალხო შეშალდა ჩაყარო. არ შეხტეთ. ურა. ნეშაცი და სიცილია. როგორ ხართ რაშვებით? რაღაც ბრახა ბრუხობს კიდე რა. მაშინ მიდევა ყველა. თებში მოიტანე რა შვილო. მიდი გამოიღებე და თებშები. რაგი ბრუგი შრახი რუხი. მეტი ყვავი. ოსკაია. ბრაგა ბრუკ. აუ. ციაუ და თუ პეცა შეუმწესა კოპკნავს სიცი. ბებო. მიდი. რა გიოდი, რა ხელთებს შემოიტანე ხაში. ბავშვია. ხარს ეგეთ თეშეით არა ჭამე. მარა საჭამე. თვით აი ეს არის ხალვა. ცოტა უკან გასწიე და ცოტა და გამოჩდება შვილო. ნამეტანი აქავა მოწეპებული. აი ეგრე. ეხო შენ არა ჩახა. როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ნებისმიერ ქვეყანაში გითხარით. გიო, მიდი აბა რა თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, კე? ახლა დამეწყავა ხოლება მაინდამაინც. წყალი. აი გაზიანი წყალი დაისხი და მიატანი. არ მინდა გაზიანი პირიქით მახველებს. დააწყებიეთ მე. ბუქს. არა ბიბო. ეგეთ კი არა საქმე. აია. კაცი გაიქი. რაზე? იცი? კალო სწორად ვერ დაჭერი ახალამდელი იმას რა. ასე რა კარგად ჩაიჭრება. ხო. პირველი კითხვა, 9 კითხვა სულ. ვინ არის? ვისგან არის? სახელი არ აწერია. მიხვდება ხო? პირველი კითხვა. სადმე თუ გიმოგზაურიათ და სად იმოგზაურებდით და რატომ? თუ გაქვთ გეგმაში სადმე წასვლა? აბა გიორგი დაიწყე და მოყვები. რა ხელა კითხებია? 9 კითხვა რა კითხვა დადიბერები. ჯერჯერობით არსად არ ვიმოგზაურიეთ საქართველოს გარდა. უღოდ ბევრგან არა. პირველ რიგში უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში რა თქმა უნდა. ჩვენს ქვეყანაში. ჯერ ჩვენი ქვეყანა უნდა ხო, რა მოვიაროთ. თქმა უნდა მოვინახულოთ ყველა კუთხე, ყველა მხარე. და მე გავიდეთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურებდი. რატომ? რა ვიცი, სასიამოვნოა. ვიმოგზაურებდი, გავიცნობდი მათ კულტურას, ტრადიციებს, ხალხს. რა თქმა უნდა. დავათვალიერებდით შესანიშნავებებს. ეგრეა. რა თავის მები. ახალგაგიჟებული იცი. ახლა შენ თქვი. მეც იგივე. ჯერ პირველ რიგში
ჩვენ ქვეყანას მოვივლიდი დიდი სიამოვნებით ყველა კუთხეში. მე რა თქმა უნდა ყველგან წავიდოდი ტრადიციებს გავიცნობდი, კულტურას, საკვებს, როგორი ხო, რა თქმა უნდა, სამზარეულოს. ხო, რა თქმა უნდა, აბარა ხანილჭა. აჰა, მოიცა. ინგლისში ეგ კულტურას, რა თქმა უნდა, როგორი კულტურა აქვს, როგორ აკეთებენ კი შეგვიძლია ყველაფერი წავიკითხოთ ინტერნეტით, წიგნებით, მაგრამ ყველა ისე მაინც ვერ გავიგებთ, როგორც მოინახო იქ რო ჩავართ. რომ მოინახო კი, რა თქმა უნდა. მეორე კითხვა, ტოპ 5 ქვეყანა, რომელიც მოგწონთ 5-დან 1-მდე დაალაგეთო. 5-დან 1-მდეო? ხო. ტოპ 5 ქვეყანა. არა, ეგრე მოწონებით ბევრი ქვეყანა უძოს, მაგრამ ეხლა 5-ს გეტყვით. საფრანგეთი, ესპანეთი. საფრანგეთი დავსვავ მეორე ადგილას. მესამე ადგილას დავსვავ ესპანეთს. მეოთხე ადგილას დავსვავ სამხრეთ კორეას. მეხუთე ადგილას დავსვავ ინდოეთს, რა თქმა უნდა. და პირველ ადგილზე იქნება ამერიკის შეერთებული შტატები. შედა სიტყვი. საქართველოს ფარგლებ გარეთ? ხო, რომელი ქვეყანა მოგწონთ? საქართველოს გარეთ. იტალია რატო არა, გიორგი? იტალიის კულტურა, დიდად არ მომწონს იტალია მე მაგალითად. იტალიის კულტურა მომწონს მე, იცი რა არის? რატოღაც. იტალია მეხუთე ადგილზე. ეგ ავსტრია. მე ტოპ 5 ქვეყანა მომწონს, რომელიც ყველაზე ტოპ 5 ქვეყანა ვთქვი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. თორე ნებისმიერ ქვეყანაში მაგრობოდი. მოგზაურობა რა თქმა უნდა. იტალია, რომელი რა თქმა უნდა ადგილზე? საფრანგეთი, რომელი ადგილზე ვსვავ იტალიას? ბოლო. მეხუთე? ხო. მეორე, მე მაგალითად მეორე. მეხუთე შევცვლიდი და მეორეზე ავიტანდი. რასა? მეხუთე ინდოეთი რო დავაყენე, ამერიკის მერე ეგ არის ეგ ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტად მინდა მოგზაურობა. ხო. ხო. კიდე რა ვთქვი? რა ვთქვი? ამერიკა? ხო. არა. ამერიკა რა თქმა უნდა პირველად. ამერიკა რა თქმა უნდა ეგ ყველა საოცნებო ქვეყანაა ხალხო. მე შვეიცარია, შვეიცარია, ნამდვილად ძალიან მეორე ადგილზე შვეიცარია ძალიან მაინტერესებს. ხვალე და გაფრინდებიან ისა რა ქვია? გერმანიის ერთ-ერთი ქალაქი რომ რაიცა. ქალაქი. გერმანიაც მაინტერესებს. გერმანია რა შუაშია მე იმათ. შენ ავსტრიაზე ამბობ? ხო, ავსტრია, გერმანია. ო, გერმანიის კოლონიაში იყო ეგ ხო, თქონდა. ხო, იყო მაგრამ ავსტრია. ავსტრია მესამე ადგილზეა. აუსტრია, მე რო იზამთრე. პირველი ამერიკა, მეორე რა ვთქვი, საფრანგეთი, საფრანგეთი. მესამე ავსტრია, მეოთხე რა ვთქვი. მეხუთეზე დავაყენე იტალია. იტალია, ინდოეთიც მაინტერესებს. მე საინტერესოა რა თქმა უნდა. შვეიცარია რა ვთქვი? შვეიცარია ძალიან მაინტერესებს. შვეიცარია სხვათა შორის ლამაზია. ეხლა ერთ-ერთი ადგილი კიდე. მესამე კითხვა. ზე გადავედით. გადავედით რა გადავდივართ.
რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ამ ეტაპზეო? პირველ რიგში ადამიანობა პრიორიტეტი, ხო რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა პრიორიტეტულია. პირველ რიგში ადამიანობა, რომ ადამიანად შეიქმნა, იყო ნორმალური სრულყოფილი, ყველანაირ ცუდ მიმართ არა, ძალიან კარგი მიმართ. კარგის მიმართ. ხო, რა თქმა უნდა. მეორე, რა ვიცი, ახლა ათასნაირი რაღაცა ის გვაქვს, რა ქვია. პირველი ეგ არის ჩემი აი მე რას გეტყვით? ადამიანობა პირველ რიგში კაი გაგებით. მეორე, წარმატება ყველა სფეროში აბსოლუტურად. მესამე ფინანსები. რა თქმა უნდა. მეოთხე ჯანმრთელობა ყველაზე ნაკლია. ეგ პირველ ადგილზე უნდა ყოფილიყო წესით. არა, მე ადგილებზე კი არ ვიძახი, ისე უბრალოდ ადგილზე არ ვიძახი. რომელი ადგილზეა, ნამდვილად არა, პროსტო ეგეთი კითხვა იყო, რომ რა არის თქვენთვის პრიორიტეტიო და ესე იგი ეს არის. და პირველ რიგში შენი საქმიანობა ნებისმიერ სფეროში. მარტო YouTube-ის წარმატებას არ ვამბობ. იმეჯი რა ქვია, ინტერნეტის წარმატებას. ცხოვრებაშიც. მართალია. ცხოვრებისეული წარმატება. ახლა კიდე ყველანაირი მეოთხე კითხვა. როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური დღე თქვენთვის? იდეალური დღე როგორ განწყობაზე იქნება, ის არის იდეალური. შეიძლება სულ რაღაცა როგორ განწყობაზე იქნები რა, ის არის იდეალური დღე. ჩემი აზრით. არ არის ეგრე? რა? იდეალური დღე. არ გისმენდი რა თქვი. როგორია ჩემი აზრით იდეალური დღე არის, როგორი განწყობით იქნები. ხო. განწყობაზე თუ კარგზე ხარ, კარგ განწყობაზე თუ ხარ, დღეც იდეალურია და ღამეც. კი. მაიც რა არის? განწყობას ჩვენ თვითონ ვიქმნით. და ჩვენ თვითონ უნდა შევიქმნათ განწყობა. პოზიტიურ იმაზე უნდა ვიფიქროთ ყოველთვის. მაგრამ სამაგიეროდ რომ ცუდით რომ გეფიქრება ადამიანს მაინც. უნდა ეცადურო არ იფიქროდე და იმ ყველაფერზე. ცუდით რა თქმა უნდა გეფიქრება. როგორ არ იქნებდებო, როცა რო ცხოვრება არ არის ისეთი. ხო ხედავ როგორ ცხოვრება არის. თავისთავად იქნები. მაგრამ აი იცი რა არის ხალხო, იმაზე წასვლაზე გამახსენდა ახლა, წასვლას თუ სადმე აპირებდო. წასვლა კი არა ხალხო. ისე მიდის ცხოვრება და ისე მიდის ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია, რომ მე მგონი ყველა გავიქცევით აქედან. და აღარავინ არ დავრჩევით. საქართველოში. არა, ეს სიტუაცია კი. სიტუაცია ისე მიდის, რომ ყველა მოგვიწევს გაქცევა. მიდის ხალხი რა ქნა, საბარი გუდით ცხოვრება. ერთი თემა კიდე გვაქვს ასაუბროთ და შემდეგი ვიდეოსთვის ეხლა იმ თემას არ გეტყვით. კარგი თემაა ძალიან, სხვათა შორის. მიდიაბა კიდე მესამე თემა. ეხლა ხუთე. თუ მეხუთე რა ვიცი რომელი თემა. ხო, მეოთხე იყო, მეხუთე. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, თქვენი აზრით. მუშაობა იმისთვის, რომ პიროვნულად განვითარდე თუ მუშაობა იმისთვის, რომ მთლიანობაში წარმატებული იყო.
რა თქმა უნდა, ორივე მნიშვნელოვანია პიროვნულად განვითარებისთვისაც. კი, რა თქმა რა უნდა. თქმა უნდა, მუშაობა და გარეთ გასვლა და ადამიანებთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა. და იმისთვისაც ის არის მნიშვნელოვანი, რომ წარმატებული იყო მთლიანობაში. კი, რა თქმა უნდა. მნიშვნელობა არ აქვს მაგას რა სფეროში მუშაობ. ყველაფერს ის აქვს. თავისი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა. კი, ეგ ხო. ჩემი აზრით ეგ არის. მეექვსე კითხვა. ფული რომ უსაზღვროდ გქონდეთ, რას გააკეთებდით და როგორი იქნებოდა თქვენი ოცნებების სახლი, ფული რომ პრობლემა არ იყოს. არ ვიცი დღეს ფული და შემოსავალი დიდი პრობლემაა საქართველოში, სიმართლე ვგითხრათ. საქართველოში მარტო კი არა, გონი ყველგან დიდი პრობლემაა. პირველ რიგში მე იმდენი რომ მქონდეს პირველ რიგში, ალბათ ეხლა რო არ ამაგდა შეიძლება იმიტომ ვლაპარაკობ, მაგრამ პირველ რიგში მე დავეხმარებოდი გაჭირებულ ადამიანებს. პირველ რიგში, რომ აი მე ჩემი გაჭირება, რომ მაგ ვიცი და გამახსენდება ის გაჭირებულ ადამიანს გავეხმარებოდი. და პირველ რიგში დავეხმარებოდი ავანტყოფ ბავშვებს. აი ყველანაირად დავეხმარებოდი, აი არ ვიცი, მე ძალიან ტკივა გული, რომ ბავშვს არ უნდა ტკიოდეს არაფერი. იო რაღაცა მოგივიდა დე. შერასიზამდი. მერე იგივე, თქვენი ოცნების სახლი როგორ იქნებოდაო? ოცნების სახლი? იდეალური ახლა ოცნების სახლი? დიდი ვილა. თავის აუზით. ყველაფრით ახლა ოცნების სახლი. რა ვაიმე დაგემართა შენც კიდე რა? გაჩუნდი ჭამე თუ ჭამ. დამაცადე ლაპარაკი. ვაიმე. გიო, ნუი. დავიხალე. ეგო ყვირილი, ნუი. დავიხალე, აბა ნუ ხარ წუნებ, გაჩუნდი რა. ნუ ღრიალი დაჭი. სუ ვაიმე გაიძახე. ვაიმე. რა ვაიმე რა დაგემართა? მეცდამისხი გენაცვალი ნუყირი ხარ ღრიას თავიდანებიში. ეს ბოთლი უნდა ვატარო თან თორე გამოჩნდება მათ. არა, უცბად იცი ვაიმეს იძახი, რატო კითხვა გვაქვს და სვავტყვი. ჩვენ საუბრობთ. მეცხორ რა თქმა უნდა, მაგას რა ჯობია წარმატებული რო იქნები. მე მჯერა მაგის. მე ყველაფრის მჯერა. ჯერ პირველ რიგში ხალხო იცი რას გეტყვით? გჯეროდეთ საკუთარი თავის. პირველ რიგში ეგ არის აბა. საკუთარი თავის. და გიყვარდეთ საკუთარი თავები ისეთები როგორიც ხართ. მე სხვა ჩიქა აღარ არის. დოლი, მე არ მიგეჭე. თუ ნავიღე. აქ მე დავყარე ისინი? რა. ხო. წარმატება უფრო დამოკიდებულია შრომაზე თუ იღბალზე, რა თქმა უნდა შრომაზე. თუ არის შრომე, წარმატებას ისე ვერ მიაღწევ ცხოვრებაში. იღბალიც არის გიორგი. ბეჭი. ჩვენი ნიღბალთ და ბეჭს ვიქმნით ჩვენ თვითონ ადამიანები. რა თქმა უნდა. თუ არის შრომე, ისე ვერ მიაღწევ წარმატებას. შრომის გარეშე. ახლა გიორგი მიდი კიდე სხვა რა არის. თავარია გჯეროდეს შენი თავის და დაიჯერო შენი თავის და შენი წარმატების.
ეს იყო მეშვიდე კითხვა. მერვე კითხვა. ყველაზე უცნაური რამ, რაც ბავშვობაში გეგონათ მართალი. უცნაური რა არის, რა იყო, იცი? მე მასწავლებელი ასე მეგონა საჭირო ოთახში არ გადიოდა. იგი იყო ჩემთვის უცნაური. სხვა რა არის უცნაური, არაფერი სხვა. ამდრე იყო და რა. შეიძლება დრიდელი მასწავლებელები არ დადიოდნენ ტუალეტში, რას გაიგებ? რას გაიგებ? აი მე რა შემინთონდა ჩემო. ზურგში ამანთო. მიდი ჰაგიო ხარ შენთვის რა არის უცნაური. რა ვიცი, ჩემთვის არაფერი არ მახსენდება ეგეთი რამე. რა ვიცი, მე არ მახსენდება ბავშვობიდან ეგეთი რამე. უცნაური და რა ვიცი. მეცხრე, როგორი ადამიანი ვერასდროს აღდებოდა თქვენი მეგობარი. მოღალატე ადამიანი ვერასოდეს ვერ გახდებოდა და გახდება ჩემი მეგობარი. ეგ რა თქმა უნდა. მატყუარა ადამიანი. ღალატი და ტყუილი არის ისეთი რამ, რაც უპატიებელია ნამდვილად. მართალია. კიდე გიო? მოცა კითხვა, მეცხრე კითხვა იყო. მეცხრე იყო? ჩემში გაქვს შუბზედე. კიდე? არა. მოჩა ხო? მატყუარა ადამიანი. არასოდეს არ უნდა იყოს მეგობარი და მეგობარი ეგეთი ადამიანი ვერც იქნება. რო გიღალატებს. ვერც იქნება ეგეთი ადამიანი მეგობარი. კენდედა. კოდამიორტო შეკავში მეშინა რა უბედურობა. რა ყველაფერს შენ გაჩინია რა გული გადავარდა რა გადავარდა. შენ ხარ გადავარდი. ფაქტის კარ. ყველაფერზე ემოციური იყო. ეგრეა. მეგობრობა უნდა იყოს გულწრფელი. უნდა იყოს მეგობრობაც და ყველაფერი აბსოლუტურად ცხოვრებაში. მატყუარა და მოღალატე ადამიანი მეგობარი ვერასოდეს ვერ იქნება. იმიტომ რომ ის დარჩება, ბოლომდე დარჩება ისეთი, როგორიც არის. კი. შეიძლება მოგაჩვენოს, მაგრამ მე თავი მოგაჩვენოს, ვითომ მეგობარი ვარო, მაგრამ მე ბოლოს, როცა ყველაზე მეტად მიენდობი, მაშინ გიღალატებს და მაშინ ჩაგარტყავს ზურგში დანას. კი. ჯობია რომ მეგობარი ერთი ყავდეს და ნაღდი. და საუკეთესო, მართლა. და ჩემო ტელეფონში ნახა რა მაგარი ის იყო რა ქვია. ჩემს არჩევი. კაკლის და სუნაირი 5 ლარი თან პასიეცი. ოღონდ ის მსხვილი სემიზამზე სუმზირა იყო. ოის თურქული. ხო. თურქული თეთრი არის ხო? კი. შავიც არის ხო? ოღონდ დიდები შავიც. დიდი შავია და პატისიც, ჭრელია. ის ჭრელი. ოღონდ წყლად შავი არ არის რაღაცნაირად. მე არ ვიცოდი, მაგრამ ნაილი რო დადიოდა მან და ხო ჩამოკვდა ის თეთრი იყო მაშინ. ხო მოიტანე თეთრი იყო. ხო ის თეთრი იყო. მე ერთხელ დათო მომცა და არა, ხოთაშოს. სხვილი სემიჩკა მაშინ თურქეთი დამავიწყდა. ჩიოს მეგურა იცი რა. მოიჩ შეიძლება. არა გამო. შეიძლება ბლომად როი. თურქეთი დამავიწყდა. წეღან. მეც მინდოდა მეთქო მაგრამ თურქეთი დამავიწყდა. თურქეთიც მაინტერესებს სხვათა შორის ხალხნო.
თურქეთი. ისეთი ყველა ლამაზი. ქვეყანა მაინტერესებს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინტერესებს შვეიცარია. შვეიცარიაც მაინტერესებს რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ლამაზია. ყველა ქვეყანა მაინტერესებს მე, მაგრამ აი რასაც გადმოცემით ტელევიზორში რომ უყურებ შვეიცარიას მართლა აი ძალიან ულამაზესია. ჩვენ ქართველებს რა გაგვიკვირდება ნამდვილად საქართველოს ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ მაინც ჯერ პირველ რიგში საქართველოს უნდა მოიარო ქვეყანები. საქართველოსაც რა თქმა უნდა მოვივლიდი რომელ კუთხეშიც არ ვყოფილი ვარ. სად არ ყოფილიყარება? სვანეთში არ ყოფილიყარ. სვანეთი ვაიმე რა ლამაზია. ოეგარი ძალიან ლამაზია. ხევსურეთში არ ყოფილიყარ. ხევსურეთი კიდე ლამაზია. ხევსურეთი. თიანეთი, ო, დუშეთი. მართალია. კიდე უფრო ლამაზი. კი. ბევრია რა მსგავსი. კარტი. ბევრია მსგავსი. იმაში სამეგრელოში. სამეგრელოც ძალიან ლამაზია. სამგრელო. რელია თქი. რელია თქი. სამგრელო. სამეგრელოც ძალიან შეიძლება ლამაზია. დღეს კვირა, დღეს არის ხო ისა. კი. ისა მიხოდამა რომ ой მირასაც. ჩემი თმა Wi-Fi-ს იჭერს ხალხ, ნო. ой ინდრესს ქვი დაიხოცა ხალხის რას კი ჩისტი ტელევიმაკლი ჭირდებაო. კი, თვალები. ის რო ეკეთა რა ქვია. პირვადი რომ ეკეთა? პირვადი გადაიღო იქ ცოტა მონაკვეთი. ადიოდა ზეიდა რო სულთქა ხო აქადის ისა. აი და ჩისტი ტელევი მჭირდება. დაიხოთ მეტი. აი ტელევი. მაგას ხალხო ქართულად რა ქვია არ ვიცი. რო ნახეს აქა ჩისტი ტელევი. ჩისტი ტელევი ქვია მგონი. რა ვიცი მე ეგ მომაფიქრდა. მგონი ეგრე ქვია რა არ ვიცი. მირასაცილოებია ხალი. მაგარი იუმორი გაქვს ულეულებია. ხან იმნაირი რაღაცას იწვს ხარ გაგავოცებ. ის ადამაჭრევია იმას ქიშიმშები ურეია მეორეს და რატო ყოფილობს? მე რა ვიცი არ დავაკვირდი ისე როკ. მე რა ვიცი. ქიშიბები როა რა? როა? ყურძენი რო ქონდა მე რა ვიცი. არა და არა წერია რა რესია? დაიკითხა. მე გარომატი უნდა დადიდეს. როგორ გავჭერ. არ მინდა გოგიროთურა. როგორ თუ ეს არომატი უნდა და ვერ გავიგი მე რაც მინდა მე ის უნდა გავჭრა. უყურე ერთი. მალოდი. კრემბებო შეგუნდოდა დე. არა, ორივე გაგვეჭრა მეთქი მე ერთი კი არა. არ მინდა არა გოგო რა არა წერია. აი აგე ნახატია და რა უნდა დაეწეროს. რა არის რა უბედურება ქართულად არა წერია არაფერი. ქართული ყურებია დაწერილი ქართულად. სადაუ საქართველოში რო შემოდის, უნდა ეწეროს ანოტაციაში. ვალდებულები არიან, რას ქვია ვიღა. მას არ გაჩვენებთ. ეს არის. სადაური არ ვიცი ნამდვილად. მაცხოისა ერთი წუთი. შრიალებს ცუდად. აი ესეც ახლა. რა მაჩვენ. ამ გემოთიც არის ამ არომატით. ცოტა ხსნელის დაუგზავნა შევქორე რა. ჩემო? ამას ის აქ რა ქვია. იცით ჩანს რეკლამაგიო. ახლა ხო არა ჩანს. ეს უნდა დავიჭირო ხოლმე ხალხო. გასინჯე თუ გინდა. არა ბებო აღარ მინდა რა თმინდა შვილო რატო ხსნით აგერ ერთის რა თმინდა შედება. იჩნდება ბებო. როგორღაც ხალხო მეღირსა და თემურაც მოვიდა დღეს.
დადები. აგიტვითავთ. ამას პირველი ამას ავტვითავ. თედო. ჰმ? თედო. ეს მე გვიან დაიდება ძალიან. აბაგიტო. თემურა როდის დაიდება როდის არა ხო? ჰა? თემურა როდის დაიდება როდის არაფერი უშავს. ხო. თემურაი. თემურა არა ის ბიძინა. თემურა მაგარია. ბევრი რაღაცაა სხვათა შორის თემურაზე. იო. ახლა კი აღარ გამოიცეში, მაგრამ ცოტა რაღაცა ისა. იცი რამეს გეტყვი ბებურო გამოიცე. ახლა არ ვიცი ჯერ ამ. არა, ახლა კი არ გეუბნები, ახლა რაღაც მინდა ზაფხული. აი ესეთი რო აი მან რო გამოიწერა რა ქვია, მანანა მაისი რო არ ხუდი. თავზე წასაკრავი იმისავით რო არა ქვია. გამოიწეს. შავი ოღონ ჭრილი და 5 წუთი დააპაუზე. ხალხო იმიტომ დავაპაუზები მახველებდა და დააპაუზე მეტი გიორგის. უთხარი. წელი მიყვარს ყველანაირი და რაც კიდე იყოს ეს მე კბილები აღარ აქვს. ძალიან ტკბილია. ჰა. თუ ხალხო კბილია ძალიან. ათი არ იყოს ძალიან დელი. ახლა ნამდვილად ტკბილია. აი მე წონებით მომქონდა წონი. თან ისინი უფრო ყავისფერი ისინი იყო ნაცრის სპეცში გადადიოდა. ესე. ერაფერია. ეს რაღაცა წათეთ რო არის. კრემისფერია ეს. ყველაფერი კარგი იყო. არა, არც ახლა არ არის ცუდები, მაგრამ ეს უსხვანაირი ისა ქონდა გემყოლა. ნელი დაჭრიდი მაინც და ახლა ვერ დაჭრი ახლა. სტუმარი რომ მოგივიდეს და თქვა ტკბილი ან ყავაზე მიიტანო, ისა ვერ დაჭრი დაინახა დაიფშონა სულ. გულები. წუხენთელი ღამე არ ამძინებია გოგო. რა გლახატურ ჩამეძინება და მე მიტყდება ძილი. ახლა ხო აღარ გძინება ჯერ. არა, ორი მიხოდა მაროს და დაწეთმე. წუხალი ვერ უყური. გიორგი და გიორგი სამი სერია მაყურებია დღეს. ორი ბებო, სამი. მესამე ახალს უყურეთ. ორს ისე უყურეთ. არა. ჰა? პარასკევის და შაბათის იყო. აა. ნაბათ დანარჩენ დღეებში არ გადის და. ხო. სიწონით მიწის თხილს უნდა იყიდოს კაცმა რა. ბლომად და მოხალო? ხო, ბატი-ბუტი. ასე ვიდეოზე კაი იქნება. Popcorn. ნუ ფიქერ გოყლის ბატი-ბუტს. რასთმი. სოფო წავალთვა დამი რას დაიჩაგე რა. დავაფათქუნეო. იცი რა არის, აი რა დროსაც გინდა მეხუდე ნინოს სულს უფრო გაშლი იყო. ყველა პარსაცავას ნინოს უფროს გაგიშლის კა. დამცხა. იმიტომ ავიცი ესე. ბატონბე. არა. მომენტში ეს ამბობ. საფეთქიც აღარ ამბობდე. ეს საფეთქ. გიორგი, ლიბერში იყიდება ლიბერში კარა ორნაბიჩი. როგორი იაფი არის, გვალი ტუალეტის კაღალდები რო არის, ოღონდ ის საფეთქათაც რო იყენებ. ვიცი. ეგ უნდა იყიდოს ხოთა. ხო. ადრე რო ვიყიდეთ, გახსოვ. 19 არის ღირდა წინაზე. გიხო წერი მეც დამისხე იგი სარადე. ჭიქადა. აჰა ესა. რატო ჩემდაგივით გამოუყო? არ არის მიზა შეწუნილი მეო. სკავსი რაღაცები. დაგეთანხმები ვერო.
ამდენი ხანი გაძლო ამ ჭიქუნზე. ერთი ამდენი ამის ერთი ცალი მოკოლეტილი იყო. გადააგდები. რა ფუჭებს გუგლას საინტერესო. არა ყურეხავს ამ ჭიქებს. მოიდა ცოტა ჩაუმის. ხალხო თქვენთანაც ეგრეა ჭიქები თუ მარტო ჩვენთანაა? რა ჩვენთან ჭამე? მოიხმარო ხო? ახლა იმ ჭიქას არ სულ არ ვიყენებ. მოიხენო მაინც? თუ რატო? სულ არ ვიყენებდი იმ ჭიქას. მე ვიღადა. კაი ბებო. ბებო, იხმარო არასოდეს არ თქვა. ო რა უყო ბებო. ჩემთან მაინც არასოდეს რა არ ვიცი თქვა. ხო, აღარ თქვა. თორე აი ხამაკ, აი ქადის. ტვინში. რატო რაღაც არ მიყვარს ექს თქვა მეჯავრება ყველაზე მეტად? მე კიდე ყველაზე ძალიან მეჯარება დებილე. ყველაზე ვაიმე. ძალიან მეჯარება ექსი. ვაიმე. იგარი ყველაზე სასის ხარ მიმართვა კიდე. დებილი რა სიტყვა. ტყვია საერთოდ ტვინში ნიშნავს პირდაპირ, აი ტვინში. დებილი რა ლაპარაკია. ახლა ეს ხელები დაბანა მიდოდა და ეს დასირაზია მოვიღე. თაში არ წავიდო და წყალი. არა, აი აქ ამოვი, აქ იყო თაში დაყირებული და ისე მოვიღე. მე რაღაცია მოიღე მან დაყირებული. მე რა ვიცი აბა. მაგაში თუ არ. რა ვიცი, კითხე, ჩემ თავს რა ვიცი. ხეს გაბარან მან შემიყვანა რა ქვია. ნიკას გარო წამოვედი, ირმა ჩამოვიდა კაკა სამსახურიდან და იმაზე მქონდა გაგონილი რომ იტალიაში მიდის. აი მე რო დამინახა, ნელი, რამდენი ხანი არ მინახა, არ მოდიმო. აი მე რომ მეთქი მეც რამდენი ხანი აღარ მე ამ ქუჩაზე აღარ დავდივარ მეთქი და რამდენი ხანი არ მე წამოდი გეხოცები. შევეთ მაგა ხო ახალ კუხნა გააკეთა და მოვიდა. აი მართლა თუ გინდა იცხოვრო და ხარ აი წეღანა რა შეკითხვები იყო ხო? აი უნდა დადგა რაც აი სულ კარგი საუკეთესო რამეა ის უნდა დადგა. აი ისეთი კუხნა არის რომ აი მართლა კი მაგრამ გამაგებინეთ ხალხო რა სიძახით ამ საუკეთესოს. ეს კარგი. აი თუ კარგი განაშენეს ეს კუხნა რა, კუხნა კი არა უკაცრავად რუსული სიტყვისთვის სამზარეულო. ხო მომისმინე გიო აი გიო მომისმინე ჩვენ ხო ვიყიდეთ შენ კი არ უნდა იყიდე ნაწყობიო კუხნა მაგას ეძახით საუკეთესოს მე აუ თან ქვა იცი ხარ იქნება იქ გრანიტია. ხო რაც არის ხო მე რაც ვეძახი მე ხომ მივხვდი გრანიტი ძალიან ძვირია. მაგარი ჩაშენებული ისა ქურა. ხურა ისინი ხო იცენენ პეჩებით ეს აუ ის მომწონს. რაიმე ისეთი მაგარია გაზი და ის რო არ არის. მივხვდა მაგრამ სახლიც კარგია იცით თუ ხდება ყველაფერი აპრიალებული კარგად არის გაკეთებული. გოგო ამათ ეს კი არ უგიაყი მაგათ ის უგიაყი რა ქვია პაკეტი აი ატაკი აქვს თუ დაგებული ხის. ხის ატაკი კარგია. ალებული ნაფწიალებული მაგრამ მეწონა ხოხნა კაი ხოხნა მიდის მართლა თურქეთში. იქ კაი ესეც სასაცილოდ არის ხო რასი წავა სამსახური აქ და რაზე წავა ახლა მითხარი. არა მინდოდაო მაგრამ არ მიშვებენო სამსახურით სხვაგანაც მინდოდო გადასვლა მაგრამ არ მიშვებენო რატო არ მიშვები? იმიტომ ესმის მაგოს კარგად ესმის რაზე მოშვები? სად მოშვები? ბავშვთა იმაში მუშაობ აი ჩვენი საუნტყო ეგ თანია. ბავშვთა კარგია ცოდნი გოგო არა ცოდნი კარგია
დიდი მადლობა გიო. You're welcome. დაგვატკბე ბიბო, დაგვატკბე. კაი ბიჭი ხარ. ბებიას გახარება ხარ. No problem. ბებიასი კაცი ხარ, ბებიას. ой. ой. ფეხები მტკივა აღარ შეგიწვია. ძალიან წამალი თქვა. მამეთი არ დავარდი კემეში. გიორგი, რო დაჯდება მე ეგრე იცის სახსარმა. ო, და მე გაგივლის. მე გაგივლის, უდადი ხარ. აუ. მეც ესე ვარ, პირველად რო ავდგები. ასე მგონია ვეღარ გავივლი თქვა, ისე მგონია და მე არსა დავდება მასი. არ უნდა დალიო. საერთოდ ის არ აქვს. ვერ შეიკავებ მე. შეიკავებ და ცუდია. უბრალოდ გინდა. არა, ზოგს არა. მე ზოგს მილიონი ის რო დალიოს. აა, გეჯაშენი საღამით ხარ. რა ქვია, გაზიანი არაფერი მოუვა. არა და ყველაზე მეტად მაგას ვერ ვიტან. აუ, როგორ ვერ ვიტან. როგორ საზღრობა არის? ეხლა რესტორანში რო ზიხარ და ეცი რა არის? რესტორანში ზიხარ, შენ ჭამ, მიირთმევ, ჭამ რა უბედურება, მიირთმევ და უკნიდან ვიც გიზის, ვაიმე. რო ბუბა. ხონდა მიუბრუნე შემოსხო. გიორგი აღარაფერი აღარ ამდენ გასაკვირვა. აღარაფერი. რა ვიცი, მადონა კოიძე ხალხო რასაც აჩვენებს რესტორნებში შესვლის სურვილი საერთოდ არ მაქვს. აღარ გაგიჩნდება სულ. საერთოდ სურვილი არ მაქვს რესტორნებში შესვლის. ყველა რესტორანი ეგეთი მგონია. რა ვიცი, დახლებზე გემრიელად გამოიყურება რომ გაივლი, მაგრამ იქანა შესასვლელში ლილოში ხო არის იქ კაფესავით არ არის ხალხი როში პირდაპირ შედიხარ და მან ზის ხოლმე ხალხი ქვეყანა უკშაურმა ამან. ო იგივე მწვადი შაურმა ამადაც. ჩვენ შევედით და რიგი რო უკან რო გამოვარდი, ხო? უკან რო გამოვარდი, ვაიმე რა საზღარი სუნი დგას. აუ რა საზღარი სუნი დგას, მერთო. არა და იგივე შაურმა, იგივენაირი შაურმა ამადაც მწვადის, როგორც იქ სადაც მე უყიდულობ. და სადაც ვაკეთებინებ ხოლმე. იგივე ნაირად აკეთებენ. არ მატყარს. მე არა შემიძლია. აუ რა საშინელი სუნია ხალხო. ზოგადად მე მაგალითად დავждები და იქვე შევჭამ. ხალხო რო ვიცოდე რომ მითხრან აი ცუდად მესმა დავიფაროს უყურე რომ აი ნელი ეს მოგარჩენს და შეკმე შევჭამ. აბა ბაკასლა შევჭამ. შეიძლება მართლა ადრე არ ავჭამდი შაურმას რა მაგრამ მაგალითად მე ფილი ჭამდა ძალიან მიყვარს. მაგრამ ძალიან მაგარია. ასე გონია სხვაგან შაურმას ვერ აუ ეხლა რატო გამახსენდა? აუ რატო გამახსენდა? სხვაგან შაურმას ვერ შევჭამ რა იცი რო ვერ შევჭამდი და. ვიცი არ წავსულ ვარ და არ მიჭამია, რა იცი. ოღონდ სუნი თუ შაურმას კი არა, სუნი და სიტუაცია თუ არ მომეწონა იქ მაგალითად შაურმას კი არა, იმას ვერ შევჭამ რა ქვია. წყალს ვერ დავდო. რო წავართ ხო მაღაზიაში ჩვენი იქაც არის შაურმები. იქ მაგ შაურმაა ქალბატონო. ჰა? მაგ შაურმაა ქალბატონო, მაგ დონალდსის შაურმას ეგრე ნუ ეხუმრები. ხო და ბაჭამე თუ მოგეწონე. მივირთმევ. ჭამე. ოთოს შაურმა მაინტერესებს გასინჯვა. ეხლა ოთოევა. აი, ბევრჯერ მოვხვდი იმ ადგილას, რუსთავში, მაგრამ იქვე შევედი. ოთო ვინ არის? მე რა ვიცი ვინ არის ოთო. ადგილზე რუსთავში. ის რო არის, რა ქვია, იუსტიციის სახლი რო. ხო, მადლობა. თუ იცით რუსთავში თუ ხართ ნაყოფი იუსტიციის სახლში. მაგის აი, რო გადადი, ხო, გზაზე. დიდი წითელი შენობა და მანდ არის. ხო, წაიდი. მაგას აწერია ოთო შაურმა, კი ბატონო. ოთო ვინ არის ჩემი ბიძაშვილი ოთო ვინ არის? მე რა ვიცი ვინ არის ოთო.
მაგით მე პატრონი ვიცი. ო რა ვიცი რა რაც არის უთო შაურმა და ყოველდღიობა. უთო შაურმა რა ის კიდე. ციცაკის გარეშე უნდა იყოს, აბა ციცაკიანში ჭამვალბად მომავლები ეს საიქაოს. ციცაკის გარეშე. იმ დღეს ვიღაცამაც გააკეთებია უციცაკო. ციტაკის გარეშე, ხო? ბევრმა მაგალითად, ბევრმა აი გააკეთებია. მომის მინე ის ციცაკაც კიდე უფრო მოუხდება მე. ზოგს წენულობს დედა და იმიტომ. რა შევჭამბო, მაგრამ აი ციცაკა მოუხდება. ზოგი პომიდორის გარეშე აკეთებინებს, ზოგი ხახვის გარეშე აკეთებინებს. ხახვი თუ არა აქვს ის რაღა არის. პომიდორი თუ არა, ხახვი არა, აბა ცარიალა მაიონეზი არ ჯანდაბად. ისე შეჭამს კაცს. ხო. მაიონეზი და კეჩუ დაუხსო, აურივ ერთმანეთში, გადაუსვო პურზე და შევჭამი ისე. ცარიალა მაიონეზი არ ჯანდაბად მინდა და ხუთი. ზოგმა მარილს მოვაყენდა, ზოგი აღარ ვიტყვი გაჩვენდები. მარილი. ზოგმა მარილი მოვაყრევინა. მე რა არის ზოგს უყვას ისე. მე ესე უფრო მირჩევია. ზოგადად მაიონეზი მარილიანია. ო, მაგრამ ზოგს უყვარს ლაში. არა მლაშე მაიონეზიც არის. მაგრამ ზოგადად ყველა ზოგს უყვარს მარილიანი მისადე. აი მე გავცივდი მე სერიოზულად რა. მარტო შენ კი სხვათა შორის გაციებული მეცავ. მათო და ჩაი და ისე დალია. ო და ისა რა ქვია, დაგვიწერე ესე ადრე გუშინ. რა კენირო? გუშინ ერთადმა დაგვიწერა მოგესალმებით მადლობა რჩევისთვის. დიდი მადლობა. ის არის რა ქვია. ჩაი და ლიმონი დალიეთო ერთად, მაგრამ ცხელი ჩაი და ლიმონი ჩაწურულიო, მაგრამ მე აკრძალული მაქვს ლიმონი. ლიმონი კი არა, ცხელი ჩაი. ცხელის დალევა აკრძალული მაქვს. როგორც დალევს ინტუში ეხრინწება. ხმა რომ მქონდა. ექიმა არა მიქდა რა. დალიეთ. აკრძალული მაქვს და დალიეთ ხო შეჭამე გენჯით ვინ ვარჩევ. ხამე მე მოსმერე ლიმონი გეწყენულობს. ხო. არა, ახლა ჩაიში არეული ის ახლა მუდმივად ბევრი არ უნდა იმავსუნათ ორე ისე. ლიმონს მე მაგალითად ისე ვჭამ და სულ არ მწყენი. ო, ჩაიში არ მიყვარს. და მეორე თართ წყალში არ გავაკეთებ მაგას. უფრო ცუდად ხდის. ეს ისე ჭამს ლიმონს, არა თუ უნდა ისე და წყალი დანის. ეგიო კიდე წავდახჩადე. ზითი დაჭა. და 10-ზე უნდა იყიდო სულ. ახლა რო 10-ზე მქონდეს, ესე აღარ იქნება. შევიტანე. და სუხშირად არ გქონდა და ახლა სულ. ხშირად არ მქონდა და ეხლა რა გვეცემა ხოლმე მე რა ვიცი ხანდახან ჭულა. ხო. ახლა ხო იყავით, რომ გუშინ წინ არ გადმოიტანეთ თუ იმის წინ წამალი. როცა არ გინდა წამალი, მაინდა მაშინ გაქვს. ხო. სულიც მაგის იყიდო და ახლა აღარ იყიდება. ვიტამინი. ავე ვიტა. სამან სერტოც ყველანაირი უნდა გქონდეს სახში რომ ხო, აი იმ დროს რომ წამლები არ მქონდეს რომ მოგდებოდი მე. ჯანიდე. მადლობა. ჯანმრთელობა. ვაიმე გიორგი არ შეიძლება დაწყინება გიორგი. კიდე. მე არა მე ეგრე ვერ ვიზო. გაგძელე. რამე გლახამა ჩემია. და მიკარგია და კარგი და სამაკის გერა ჩემი. ემოციურითაც შენაგავს. უცბად აფეთქდება შენაგავს. მე არა. მე კაია? მე ყველაზე საზღრუბა. ხო, არა. მე რაზე დამემსგავსე, კარგით დამემსგავსე, კარგი. მე რაც ღმერთმა დაუშვა ის. რა გავაკეთო ახლა? გამოვშე თუ გინდა. რა გავაკეთო? მე არა, მე ახლა მართლა
შეიძლება წყნარი კაცი ზემოდან თუმართლა არა სიტყვაზე გავიხსნილი მართლა წყნარი კი არა ახლა მართლა თუ თავზე არ გადამივიდა ადამიანი ხო მაგრამ ეხლა თავზე თუ გადაგიარეს იმას ემოციებში კი არ ჩავარდები გაბრაზდები კი არა იმას ცხარეაო აჰა ხო კი არა მაგრამ ნამეტარი წყნარი ნამეტანიც არ შეიძლება ის არა ქვია მით უმეტეს სხვათა შორის ხალხო დღევანდელ ცხოვრებაში ისეთი ცხოვრება რომ ძალიან წყნარი არ უნდა იყო აი მე ვისმენე სახში კი არ დაიღრია რომ დაჭრილი დათვლის მე შენც გუშინი ეს არის აბა ვინმე გაბედოს და თქვას რაღაცა ქუჩაშიც ისე კარგად მიუბრუნდები რომ ეს არის უცხო კაი სიტყვებს ვეტყვი ისეთ სიტყვებს ვეტყვი რომ ნოიმი ხელა გულია დაინახე იმე აფსისხო რამ სისხო არის რა არის მე ყველაფერი მიხდება აბსოლუტურად მე ვუხდები ეგ რა შუაშია ეს საბუჯო გიხდება კაიცუზე იტყოდებული კაიცურო სულ იფიქრე ხო შეზე თუნდა დამას მარკეულება აი მე რა სისულელეებია სულელი არა გებწევ თორას მართლდებოდეს რა რატო რითი მართლდება მაგალითად ესე იგი თუ სამაჯური გავიკეთე ესე იგი ის არის რა ქვია რამაც თვალი გეყოლებაო არა თუ გიხდება ხო აი მე ეს არის იქნა ჩემი მტერი აი მის პატრონს ვიცათქო თუ შენ არა არჩიე გიორგი ხო ვინ შეგიყვარდება საერთოდ ხალხო თქვენს გაიგონეთ შენი ლამაზიც ის არის ის არა ქვია შენი კოხტაც და ის მთელი ცხოვრებაც ის არის ვინ შეგიყვარდება ახლა ბრუცლიანი და ბრუტიანი უნდა იყოს მე ბრუციანი ვარ ჯერ ეგეთი ბრუციანი აუბედურების სიტყვა ბურალო თაფკი კაცკენ მანდა მაიმუ ახლა დამაწყებია ცხიკინს ესე უნდა ქნას ხვიზე გიორგი ნამეტანი წავედით წავედით ნამეტანი კი 40 რა უბედურება 53-ზე ხო და ნამეტანი წავედი ხალხო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე თორე გიორგი ხანდახარ რო ჩაიჯო რომ კამერას კი არა მე იმდენს ვლაპარაკობ რომ კამერას ყურადღებას არ ვაქცევ ყურად ლაპარაკი თუ დავიწყე და მე ყუყუნოს არ იტვირთებ ვაიმე დედა არ იტვირთება თქო დაგემშვიდობებით ხალხო მომავალ ვიდეომდე აბა ხედა აბა ხო ღამე მშვიდობისად ღამე არის ახლა რომელი საათია გიორგი რა საათი არ ვიცი იქითა საათი აქეთ არა გვაქვს იქითა კაი საათი აი ნახე თვალები ღამე მშვიდობისა რომელია დედა და ახლა ვეგეთქვი 9 საკლია 20 წუთი ზუსტ ხო ღამე მშვიდობისა არის მართალია ღამე მშვიდობისა კარგად იყავით მაგრად იყავით ჯიგრად იყავით რომელ ქვეყანაში რომელ მშვიდობისა იმ დროს მშვიდობისა დილა არის დილა მშვიდობისა საღამოა მშვიდობისა საქართველოში ჩვენთან ეს დროა და თქვენთან რა დრო არ ვიცი ყველას დროს იმავშობით რა ქვია გემშვიდობებით ყველას დროს არ ვიცი რა დროს უყურებთ ამ ვიდეოს ის მშვიდობისა რა დროსაც უყურებთ არ ვიცი რა დრო არის თქვენთან აბა ხედა აბა ხო ევროპა სხვა დროს არის და აზია სხვა დროს არის და რა ვიცი მე ქართველები ყველგან არიან სადაც წახვალ ქართველი ყველგან შეგვხვდება და აბა ხედა აბა ხო აფრიკაში ზრო შეხვდეს ქართველი არ უნდა გაგიკვირდეს კარგად იყავით მაგრად აიყავით ახშედი აბა ხედა აბა ხო კილები ჩავინგრე რა თუ მოგეწონათ ჩვენი საუბარი არ ვიცი
ჩვენ გაძლება. კითხვებზე გაგეცით პასუხი. კიდე დაგვიწერეთ კიდე საინტერესო კითხვები. საინტერესო იყო. კი, ნამდვილად ძალიან სასიამოვნო კითხვები იყო. რა ვიცი. თქვენ თუ მოგეწონებათ ჩვენი ვისი ძაღლი გვესტუმრა. კითხვები, გარედან ხმა შევა. პასუხის გაცემა კიდე მოგწერეთ. ჩვენი პასუხი თუ მოგეწონათ, კიდე მოგწერეთ. აბა და აბა იმაობაში წავედით იმას რა. subscribe to my channel. Bye.